ეხა ვიდეოს გავუშვებ, აქ ვიდეოსზე Z წარწერა რაც არის, ჩვენი გაკეთებული არ არის, ეგ იყო საიდანაც გადმოწერეთ. რაც ვნახეთ ინტერნეტში, იმას უშვებთ. დაეფშიზობეთ ალეიაში დასვენებას, აგე გაივსო არაბები თაქაურობა. ახე რამდენია სკამები დაკავებული აქვს, ვეღარ დაისვენებთ ალეიაში, გამორიცხული თემაა. ეს ერთი ნაწილი, ვთქვათ, რანაირი მდგომარეობა იმ კუთხით, რომ ანუ თვალში საცემი რო ხდება ეს. ბაღში რო ვეღარ ისვერე, დასაჯდომი აღარ არის. უცხოელებით არის. ისინი უფრო მეტნი რო არიან ვიდრე ქართველი. მოდი კიდე სხვაგან თბილისის სხვა ადგილში. გავუშვათ ეგეთი ვიდეოც. გავსნაშია უგდოხის ბარა. სადუან ჯორჯია ხო ხო რაღაცა აი თვალსა და ხელშუა როგორ იცვლება იცი აი ეთნიკური ბალანსი ქვეყანაში ქართველები მიდიან ესენი აქ რაღაცა მაგარ კანონებს იღებენ აი როგორ კანონებს იცი ინტერნეტში გინება მარტო მთავრობის ინტერნეტში გინება კი არა ინტერნეტში შეურაცხყოფა არაკაცო რაღაცა მოღალატე კორუმპირებულო შენ გინდა რა ახლა ხო აი ეს რაღაცა მარტო მთავრობისთვის დაძახებას კრძალავენ რა ვიცი ხა ახალგაზრდობა უყურებს ეს რასაგიჟეში მივდივართ აღარ მინდა მე ძმაო ასეთ ქვეყანაში ცხოვრება გაჭირვება ქართველების ადგილზე უცხოელებს ასაქმებენ ქართველებს რაღაცა ინტერნეტში წერას მთავრობაზე უკრძალავენ მთავრობას აქეთ გინება შეუძლია წავედი რა ეგრე გარი კანონი არის მართლა რა ხალხი და აი ანუ დასაქმება მთავრობას შენზე გინება შეუძლია შენ მთავრობაზე გინება არა ხო ეგ ხო მაგარი ანუ ეგ ხო მე მგონი დედამიწის ზურგი მარტო ამათ თავში დაიბადა ეგეთი კანონის ხო აი დასაქმებაზეც მინდა გავუშო ვიდეო რა აი ორ სხვადასხვა ადგილზე ამ ვიდეოს მონაკვეთები ორი სხვადასხვა ვიდეო დაიდო ინტერნეტში და იქიდან მე ჩვენ გავაერთიანეთ გადაღებული მუნიციპალური სამუშაო ანუ აი რაღაცას არემონტი მერია რაღაცას აკეთებს და იქ ხო ეხლა კარგი ვიღაცამ ისე უკანონოდ დაასაქმა და ეს მერიამ ვერ დაინახა და სამთავრობამ ვერ დაინახა ეგეთია, მაგრამ მერიამ დაასაქმა, ვიღაც პაკისტანელები მუშაობენ. მოდი ესეც ვნახოთ. აგერ ბიჭებო, ჩვენივრად. აგერ ოხტა აგერ ძირძველი ქართველი მუშაობს გემრიელად მამა პაპური ახლა კიდე იყვნენ აქ ბევრი და ეს ხდება თემქაზე აგერ და თქვენ ცოტა რა უნდა გააცნობიეროთ იცი ხალხო მთავრობა დაგვიცავს მთავრობა დაგვიცავს კი არა მთავრობა სინამდვილეში ყველა ძალიან კარგად ხვდება რაზეც გვაქვს საუბარი უბრალოდ ბევრს არ მოწონს რომ დისკომფორტი ექნება, იმიტომ რომ ესე რო უყენებს საკითხს, რავი ხა კაცო, პრობლემა გვაქვს და რაღაცა უნდა შეიცვალოს, ბევრი თვლის რომ ზედმეტი შეწუხება თავის და თქვენ უნდა გააცნობიეროთ ერთი რაღაცა, რომ ჩვენ რაღაცა ფოკუს კი ვერ ჩავატარებთ მაგაზე. ჩვენ ერთადერთი რაც გვაქვს რეალურად არის რომ ხალხს ველაპარაკოთ, ავუხსნათ პრობლემა და ერთად თუ საკმარისი ადამიანი აღმოჩნდა ამ ქვეყანაში, ვისთვისაც ეგ პრობლემაა შეიძლება რაღაცის გამოსწორება ვცადოთ. თუ საქართველოში საკმარისი ადამიანი აღარ დარჩა, ვინც პირველი ხვდება რომ ეს პრობლემაა და მეორე მზად არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამე გააკეთოს, რამე. მაშინ ესე მოხდება და მერე უკვე ამას დიდად რამე გამოსწორების პერსპექტივა არ ექნება. კითხვაზე ჩვენ რას ვაკეთებთ? ეს თემა გაიხსენეთ, ეს თემა კონკრეტულად ბინადრობაზე ჩვენ ვახსენეთ აგერ ერთი კვირაზე ცოტა მეტი ხნის წინ. კვირაზე მეტი გავიდა ცოტათი, ხო? ჩვენ ვაჟღერეთ ბინადრობის უფლების ან ყიდვის პრობლემას და
იმდენად დისკომფორტულია მთავრობისთვის ეს, რომ ხედავთ ახლა $50,000 გაზარდეს ზრდიან ბინადრობის უფლების და პოტენციურად მოქალაქეობის უფლების ყიდვას, რაც რო ზრდიან კარგია ცალსახად ეგ მიღწევა $100,000 ჯობია 150 იყოს, იმიტომ რომ უფრო გაურთულდა ვიღაცებს და გაუძვირდათ, ოღონ მაინც ცალსახად კატასტროფაა, $150,000 და $300,000-დაც ჩაწერილია კანონში, რომ $300,000-იანის შემთხვევაში 5 წლიანს იღებს გაგრძელების ავტომატური უფლებით ან გაგრძელება უვადო ვერსიაზე. ეგეც კატასტროფაა და ეგეც აი ერთი ხელის მოსმით უხეშად მოსახსნელია და როგორც ამ განცხადებაში არის ნათქვამი, ეს ცვლილება ჩვენ ცოტათი ვამკაცრებთ, აი განცხადებას ვაგრძელებ, ამ კომდიდარებს ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და ნაცვლად $100,000-ისა, ეს იქნება $150,000 ეკვივალენტი, რათა მეტი ინვესტიცია მოვიდეს და ეს პირობების გამკაცდეს. თუმცა ეს არ არის სფერო, სადაც ჩვენ დეველოპერებს, ანუ მშენებელ კომპანიებს უნდა დავარტყათ და არაბუნებრივ თანხებამდე გავზარდოთ. ანუ აი პირდაპირ ანუ პირდაპირ აქ დაფარულიც არაფერია, ეს კანონი რომ $150,000 საქართველოს ბინადრობის უფლებას და მოქალაქეობის უფლებას ყიდიან, ეს არის მშენებლობის ბუმი რომ მიმდინარეობს თბილისში და რო უკითხულობთ ვიზე იყიდება ეს ქონებები რომ ქართველი აღარ დარჩა ქვეყანაში, ნახევარი საქართველოს გასულია ქვეყნიდან და ვიყიდულობს ვინც დარჩენილი იმათ ბინების ფული არა აქვს და ვიყიდულობს და ყიდულობს აი ეს ჩამოსულები ყიდიან ბინადრობის უფლებას და მოქალაქეობის უფლებას. აი ახლა გავუშვებ არაბული სამშენებლო კომპანიის რეკლამას. კიდე მორიგი ასეთი ქვეყანაა, ამ კომპანიას ქვია Prime Group-ი და მოდი გავუშვოთ აი ეს რეკლამა და ვნახოთ როგორ რეალობაში ცხოვრობ. ძალიან ბევრია ასეთი რეკლამა და ვის ინტერესებზე ზრუნავენ და ნერვიულობენ, როცა იძახიან რომ აი هذا سامشينبلو سيكتور دوازيانت. عائلتك بتبليسي مجمع ديغوم فيو قريب من المدارس والحضانات. تواصل واحجز بيتك هلا. تبليسي من أجمل المدن وعاصمة جورجيا. منطقة ديجومي منطقة سكنية هادئة محيطة بالطبيعة الخلابة. مشروع ديجومي فيو شقق فندقية بأسعار تنافسية. موقع متميز بكافة الخدمات 16 طابق. أعلى نسبة من الأمان والحماية. أفضل الخامات، أعلى مستوى للأجساء. مع برايم معك خطوة بخطوة نبني حلمك على أرض الواقع. აი ეს რეკლამა ვისთვის არის? ქართველებისთვის რა? ქართველებისთვის რა თქმა უნდა, კაცო, აბა ეხა ყველა ვინც ფიქრობს, რომ ეგ ქართველებისთვის არ არის ნაცია. ეს რეკლამა ვისთვის არის და ვისთვის არის კანონები რომლის მიხედვითაც $100,000 და ეხლა ხდიან 150, დიდი შეღავათი არ არის. ჯობია 100,000, მაგრამ დიდი შეღავათი არ არის. $150,000 იქნება შესაძლებელი საქართველოს ბინადრობის უფლების ყიდვა, დაუსრულებლივ გაგრძელება, სანამ მოქალაქეობას არ აიღებს. ანუ საქართველოს ბინადრობის და შემდგომ პერსპექტივაში მოქალაქეობის უფლების გაყიდვა ქართულმა ოცნებამ გააძვირა უბრალოდ. აი ის კი არ არის რომ ეგ ცოტა, ну, ცოტა რა ეხა 100,000 ღირდა 150,000 ეხა ინფლაცია ეგ რატო იცი ბინებიც გაძვირდა. ხო, ბინებიც გაძვირდა. ბინები გაძვირდა და აი ნახე ეხლა ბინებიც გაძვირდა და კიდე იმიტომ რომ მოთხოვნა დიდია. ბინები რატო ზვირდება? აი ბინები იმიტომ ზვირდება რომ ისინი ჩამოსახლდნენ. ხო, აბა სახელდები. და მანდ კიდე როგორ მინდა იცი საკითხი ეს საიტი რო ვნახოთ რა, მოდი ამათი საიტიც ვნახოთ. აი შედით უბრალოდ ამათ რა ეკუთვნით, აი ამ ფირმას რომელსაც ეხლა რომლის რეკლამასაც გაჩვენებთ, აი რაღაც Prime Group. აი თელი აი კომპლექსები ეკუთვნით. აი ხედავთ აგერ. დიდი დიღომი, Oval Royal Tulip Batumi, აი კიდე ბათუმი, უზარმაზარი კომპლექსები. აი უზარმაზარი კიდე დიღომში, კიდე სხვა კომპლექსი დიღომში, კიდე სხვა კომპლექსი დიღომში. ანუ ამათ რო შეხვიდეთ ათეულობით 1000 კვადრატული მეტრის კომპლექსებს აშენებენ თბილისის და ბათუმის სხვადასხვა ტერიტორიებზე. ეს არის მოცემულობა. მე როგორ მინდა იცი საკითხის დაყენება? აი რო დააბრუნოთ რა გაბრინა ერთი. აი თუ ჩვენ ეხლა საუბრობთ არარსებულ პრობლემაზე,
აი დაუშვათ წარმოვიდგინოთ, რომ არარსებული პრობლემაა, მასიურად ეს არ ხდება და აი ამ სამშენებლო კომპანიების ლობით არ ხდება ქართული დემოგრაფიის და მომავლის გაყიდვა. თუ ეს ტყუილი არის. ბიჭო, რას ნერვიულობთ? მაშინ მოდი გავაკეთოთ ჩვენ როგორც ვამბობთ ისე და თუ ეგ მოვლენა არ არსებობს, არავის პრობლემა მაშინ არ შეექმნება, მაგრამ ყველა ხვდებით, რომ არსებობს ეგ მოვლენა და პირდაპირ ძალიან დიდი ფული იხარჯება იმაში, რომ ეგეთი კანონები გქონდეს. ქართულ ოცნებას მაგ სამშენებლო სექტორთან პირდაპირ ვალდებულებები აქვს აღებული და მაგ ფულში ხურდავდება სახელმწიფოს ინტერესები, მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოება და დემოგრაფიული მომავალი. ოცნების მხარდამჭერი საექსპერტო საექსპერტო ადამიანები კიდე რაღაც პოლიტიკის შემფასებლები და მთელი წყება ასეთი ადამიანების, რომლებიც მუშაობენ რაზე. ეგ ჩვეულებრივი ოცნების ესეთი პოლიტიკის გამართლებით არიან დაკავებული და ცდილობენ, რომ აი ის პრობლემა, რომელსაც ჩვენ ახლა ვაჟღერებთ, ცდილობენ ყველანაირად შეფუთონ მდგომარეობა. ისე თითქოს ეს პრობლემა არ არსებობს, თითქოს ეს პრობლემა მოგვარებულია და საერთოდ გამოგონილია და ეს რაშია, იცით საქმე? ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ეს მოდის, რომ ვინც მაგას აკეთებს, აი ვისაც ხედავთ, რომ მაგით არის დაკავებული, მაგ საქმიანობით არის დაკავებული, ეგ უნდა გესმოდეთ, რომ ეგ მართლა ექსპერტი კი არ არის და მართლა რაღაცაში კი არ ერკვევა და თქვენ რამეს კი არ გიხსნით, რაც ობიექტურია. ეგ არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ბიზნეს ინტერესები რაც არსებობს, აი ეს უზარმაზარი ფული. იმ ბიზნეს ინტერესების გამართლებაში იღებენ ფულს. მოდი ვიდეოს ვაჩვენო. მოდი ფასებსაც ვეტყვი რა, ვიღაცა ანუ ესენი ხო ყიდიან და თან ყიდიან როგორ, მოდი მაგასაც ვეტყვი რა თან. სხვადასხვა ქვეყნებში მაგალითად ამ ბინადრობის უფლებაზე სხვადასხვა ფასი არის რა, ვიღაც ხებსაც აქვს ეგეთი პრაქტიკა. მაგალითად აი კაიმანის კუნძულებზე 1.200.000 ან 600.000 არის გააჩნია კუნძულს. კოლუმბიაში მაგალითად 1.300.000 არის ადამიანზე. ნუ სადღაც პორტუგალიაში შეიძლება 500-დან 350.000-მდე და აი ჩვენნაირად 100.000 ვის აქვს, იცი? კამბოჯას. იმიტომ რომ ანუ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში მაგალითად მილიონზე მეტი არის. ჩვენ კამბოჯა გვაქვს. ჩვენი ქვეყნის მთავრობასავით იაფად სამშობლოს არავინ არ ყიდის, შენ გინდა თქვა. საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ერის განადგურების ხარჯზე ფულის შოვნა ვის გაუგია? კი, ეგრე ყველაზე მარტივად იშოვე. ყველაზე მარტივად რით იშოვე, იცი? წამლის გაყიდვით. რავი, ეგეც ხო ქონდათ იდეაში. ხო, აი ყველაზე დიდი პროსტიტუციით ეგეც გააკეთეს, რავი, მიწის გაყიდვით. კავკასიაში რა ბორდელად გადააქციეს სპილით. ტერიტორიის გაყიდვით, სწრაფად იშოვი ფულს, ძალიან ისეთი რენტაბელური ბიზნესია, მაგრამ ამას რა მოყვება? გრძელვადიან პერსპექტივაში. ასეთი კითხვა სტატისტიკის ბოლო 6 წლის განმავლობაში ბინადრობის ნებართვა მიიღო 16,000 მომცხოვრებმა და დღეისთვის ეს ბინადრობის უფლება შეინარჩუნებული აქვს 3,600-ს. ძალიან ცოტაა, თქვენ რატო ტეხოთ პანიკას? ამაზე არის შემდეგი 16,000-დან მაგ ბინადრობის უფლებით 10 წელი ვინც იყო და უკვე მოქალაქეობა აიღო, ეგ რამდენია? მოქალაქე რამდენია? ვინც ეგ აიღო თან? გითხრათ? ეს მონაცემები არა, ეგ მთავრობამ თქვა, ეგ ერთი, მაგრამ ვინც ეგრე აიღო თან ზოგმა მოქალაქეობა აიღო უკვე და ვინც ეგრე აიღო ბინადრობის უფლება, იმათმა ოჯახის წევრებმაც აიღეს, იმიტომ რომ კანონში ეგრე გვიწერია, რომ ვისაც მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს, იმის ოჯახის წევრებსაც ეძლევა და თან რავი ხა 3,600 ოჯახი თუ დაგვემატა ბოლო პერიოდში ეგრე ერს, რომელიც სულ 3,5 მილიონი ვართ, ჩვენთვის მაგალითად 100,000 უცხო ტომელი აქვს შემოსული
სერიოზული ცვლილებაა დემოგრაფიაში. ეგ რა ვიცი, ხა ნიუ-იორკი ვერც გაიგებს 100,000 კაცი დაემატება თუ მოაკლდება, ნიუ-იორკისნაირი ქალაქი ვერ გაიგებს და ჩვენ ბიჭო, მთელი ქვეყანა ვართ 3,5 და მაგ 3,5-დან ქართველი რამდენი ვართ? ეგ კიდე სერიოზული კითხვა არის ზემოდან. მე პრობლემა მაგ შემდეგზე კაცო. რაღაც მთავრობამ აი რაღაცა ძალიან ცოტა მთავრობამ გითხრა რა. დაუჯეროთ და ეგრევე ფაქტი. ბიჭო, ეს მთავრობა რო აგერ 13 წელი გადებილებთ და ტყუილებს გელაპარაკებათ, ტყუილების ლაპარაკი რო შეუძლია ეხლა გაიგეთ, მაგ სტატისტიკას ვინ გადაუმოწმებს ერთი, საიდან გადაამოწმებს? სად არის ეგ სტატისტიკა და საიდან დასტურდება რომ მაგდენია? საერთოდ რატო არ ქვეყნდება აი ესე ყოველთვიურად ღია წყაროებში ბინადრობის მიღება რამდენმა მოახერხა, სტატისტიკის ბიურო რატო არ აქვეყნებს, რამდენი მიგრანტია შემოსული, რამდენს საკუთრება აქვს, კონკრეტულად რამდენს რა ეკუთვნის, ეგ ინფორმაცია რატო არ ქვეყნდება, ეგ მაგაზე კითხვა არ გიჩნდებათ, ეხლა რომ გამოვლენ და აბა რას გეტყვიან, რომ იცი რა, მეგობრებო, ძალიან დიდი რაოდენობით არის შემოსული და გავყიდეთ ქვეყანა, მაგას გეტყვიან? მოგატყუებენ და ეხლა 16,000 რაც თქვეს, ეგ ვიცით ამათგან. ჯერ მაგ 16,000 ეგრე რო იყოს, რამდენმა მოქალაქეობა მიიღო უკვე, რო ითვალისწინებს კანონი, რომ 16,000 იყო და იმას შეუძლია მე მოქალაქეობაში გადააკვალიფიციროს თავისი მდგომარეობა, ეგ რამდენია, ეგ კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ ჯო ასე რატო უდგებით ხალხო, რატო გვაყენებთ? საზოგადოებას მასთან შეურაცხყოფად. ქუჩაში გადით. ეგრე თქვა მთავრობამ და ფაქტია. ქუჩაში გადით რა ხალხო რა. კაცო, მთავრობამ თქვა, აგერ, კაი, მოდი მაგიმათ მთავრობის თქმა გამოვიყენოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ინფორმაციით არის 30,000 არალეგალი. ანუ სადაც 30,000 მარტო არალეგალია. იქ ლეგალი ხო, რა ვიცი, 10-ჯერ მეტია. და პლუს მაგ ლეგალებს მათ შორის ბინადრობის უფლებებიც აქვს და საქართველოს მოქალაქეობაც გააჩნიათ. აი უყურე მთავრობის წარმომადგენელმა თვითონ თქვა, რომ საქართველოში სამშენებლო ბიზნესი რომ არ მივაყენოთ დარტყმა, ამიტომ ეს ბინადრობის მიცემის უფლება უნდა დავტოვოთ. მაგას გეუბნებათ მთავრობის წარმომადგენელი. ანუ რას გეუბნებათ, იცით? საქართველოში სამშენებლო ბიზნესის ბუმი როა და რო გაფრინდა ეს ფასები. ეს სამშენებლო ბიზნესი რომ მომხიბლელი იყოს ვიღაცა უცხოელისთვის, რომ აქ ბინადრობის უფლებას იღებს მაგის საფუძველზე, მაგიტომ დატოვეს ეს ყველაფერი. ანუ სამშენებლო ბიზნესზე არის გადაბმული. ანუ ბინადრობის უფლება. თუ ეგ არამნიშვნელოვანი ციფრები არის. მაშინ არაფერი ზიანი არ მიადგება კაცო ამ სამშენებლო ბიზნესს და მაშინ მოდი გავაუყო. ხო და აი რა არის იცით? მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი სამშენებლო ბიზნესს. ანუ მნიშვნელოვანი წილი არის სამშენებლო ბიზნესის, რომელიც ესე იყიდება, ხო? მეგობრებო, აი, მოდი მარტივ ერთდროულად ორივე ხო არ შეიძლება მართალი იყოს თან სამშენებლო ბიზნესს თურმე ეგ ურტყავს. იმდენად ტკივნეულია, რომ მთავრობის წევრი ამბობს არ ინერვილო სამშენებლო ბიზნესო. სამშენებლო და ბიზნესი მეორე მხრივ არა კაცო არაფერი არ ხდება. სამშენებლო ბიზნესი და ეგ არგუმენტი როგორი რაღაცა, იცი? მე-18 საუკუნეში მაშინდელი ყველაზე ისეთი სამშენებლო ბიზნესზე უფრო გავრცელებული და რენტაბელური და კომერციული მოვლენა იყო ტყვეთა სყიდვა. რამე თუ მომგებიანი იყო, ყველაზე მომგებიანი იყო ბიზნეს ისა თვალსაზრისით ტყვეთა სყიდვა. იმის იმერეთის მეფის ოჯახის წევრებიც კი იყვნენ ჩართულები. ეკონომიკა იზრდება. მაგაზე იდგა მაშინდელი ეკონომიკა. და მაგიტომ უჭირდათ მათ შორის მეფეებს რაღა ვისაც არ მოწონდა და ვინც მეტნაკლებად პატრიოტი იყო და ამის წინააღმდეგ იყო, რატო ვერ ეწინააღმდეგებოდა და ვერაფერს ვერ შვებოდნენ. იმიტომ რომ მთელი მაშინდელი თავადაზნაურობა და ფულიანი ხალხი მაშინდელი ამაში დაინტერესებული იყო. და ქართველები სისხლისგან ვიცლებოდით. ხო და იგივე ხდება, კაცო. არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ სხვა ეპოქაშია და ბიზნეს სხვა სახელი ქვია.
რა მნიშვნელობა აქვს?